ანუ სინუსიტებზე მინდა ვილაპარაკო, როგორც თქვენ იცით, რომ რეგმეჩი ჩვენს კლინიკაში ძალიან ეფექტური არის ამ სინუსიტების ყრალობა, თითქმის 100%. ერთეულები, რომელთაც აქვთ რაღაცა თლად ისეთი შედეგი არა, როგორცაც ჩვენ ველოდებით, იმიტომ რომ აქ სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებენ სრულ გამოკეთებაზე. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ რადგან ახლა ისეთი სეზონი მოვიდა და ბევრი შედის აუზში, ან მიდის მთებში, ტენიან ადგილებში, რთავენ კონდიციონერებს და კონდიციონერი მთელი წლის განმავლობაში, ანუ ზამთარში რო ამომუშავდა, იქ ვრცელდება ობი და ბაქტერიები, რო რთავენ, ამიტომ ეს გამოდის და ამიტომ ბევრი ადამიანი ცივდება, ან ეწყება მაგას სინუსიტების სიმპტომები. ხო, თქვენ როგორც იცით, შეიძლება იყოს სიმძიმე, ან ტკივილი, შუბლის არეში, როცა ეს არის ფრონტიტი, ან როცა არის ჰაიმორიტი, ჩამონადენი დილაობით, როგორც ცნობენ, როცა უგროვდება, შეიძლება იყოს ღამით და ასევე დღისით, რომელიც მე რთულდება ეს, რადგანაც ეს ჩამონადენი, რომელიც შედგება მკვდარი უჯრედებისგან, ბაქტერიებისგან, შეიძლება ის იყოს სოკო, ან პარაზიტები და მაგას ყლაპავენ, გადადის კუჭი, ეწება გასტრიტი და სხვა პრობლემები, ან სასონთ გზებში და იქაც იწყება და შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ქრონიკული აი ესეთი მშრალი ხველა, ზედაპირული და ეს ნამდვილში არის გამოწვეული ამ სინუსიტები და ამ ჩამონადენით, რომელიც მოდის. ამიტომ დააკვირდით, თუ გაქვთ ეს სიმპტომები, თუ გინდა დაიწყო, იმიტომ რომ ეს არის ითვლება განუკურნავ დაავადებად. და ამიტომ ნუ გონიათ ეს თავისით გავა და ისე აღდგება თქვენ ჯანმრთელობა ნორმალური, თქვენი ძილისა. არა, მობრძანდით ჩვენთან და ჩვენ ძალიან სწრაფად განკურნავთ ამ პრობლემისგან.